გააკრიტიკა პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მან ამ კლიპით გამოხატა თავისი პოზიცია. ნარკოდანაშაული თუ პატიმრობა მუსიკალური კლიპის გამო რას მღერიან ბირჟა მაფიის წევრები და რა ბრალი წაუყენეს მათ პოლიციელებმა. მუღამს ვერ უწერ ვერავის პატრონში დარეკა უკვე გოგოებსაც მასწავლე ბირჟა მაფიის ცეკვა. ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებულის წერილი კურიერს, რაში ადანაშაულებს მამა გიორგი მამალაძე, ქორეპისკოპოს იაკობს და რა წერია დეკანოზის წერილში. მან ზუსტად იცის, რომ რამდენი სასულიერო პირიც მომინახულებს იმდენი დაინახავს ქორეპისკოპოსის ნამდვილ სახეს და მის პირუთვნელად შემაწერძუნებელ როლს ეკლესიის დისკრედიტაციის საქმეში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. პაატა იაკობაშვილთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. საამშვიდობისა მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც სავარაუდოდ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავების მიზეზი გახდა. ცოტა ხნის წინ სასამართლო მომღერლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მუსიკოსებისთვის წარდგენილი ოფიციალური ბრალდება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვა, თუმცა როგორც ჯგუფის წევრების ახლობლები აცხადებენ, მათ ნარკოტიკებთან შეხება არასოდეს ჰქონიათ და აკრძალული ნივთიერება სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ბრალდებულების ახლობლები იმ სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობენ, რომლებიც შესაძლოა მუსიკოსების მიმართ შურისძიების საბაბი ყოფილიყო. ჯგუფის წევრები მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გავრცელდა მუსიკალური რგოლი, რომელშიც სამართალდამცველები არიან გაშარჟებული. თავად გიორგი ქებურიას და მის ადვოკატს პრეტენზიები აქვთ მღებრიშვილის უწყებასთან, რომელმაც გავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ბრალს აღიარებს, რაც ქებურიამ სასამართლოზე კატეგორიულად უარყო. ამ წუთებში ვაკის პარკში ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. პოლიციის თანამშრომელს პოსტა უნდა ქთამი და მანამდე თუ ყვირო და ეხლა შუმადარი. ამ ვიდეორგოლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში მუსიკალურ ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები პოლიციამ დააკავა. მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა შეძენას ედავება. მუსიკოსებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მგალობლიშვილი ნარკოტიკების ჩადებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და დაკავებას იმ კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელები გააშარჟა. როგორც კი დავდე ეს კლიპი მეორე თუ მესამე დღეს დამიკავშირდნენ ჩემი ახლობლები, მითხრეს რომ რაღაც აგრესია მოდის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ნახეს ეს კლიპი. მიხეილ მგალობლიშვილი დღეს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, თუმცა მანამდე ბრალდებულმა პროცესზე პოლიციელების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ბრალდებულების თქმით, ძალოვანების აგრესია მის მიმართ ვიდეორგოლის შინაარსმა გამოიწვია. მიმახვდა ერთ-ერთმა მანქანასთან, აი ესე უკანა მასთან კართან და დაიწყო რაღაც ხელების ფათული, რომელიც იმ მომენტში საერთოდ ვერ მივხვდი. მე მეგონა რომ მონავდა აინტერესებდა რამე ხო არ მქონდა თან. შემდეგ ჩამსვა მანქანაში უბრალოდ ჩამაგდო ზემოდან დამახტა თავზე. და მე ვთხარ რომ ვიცი რა პრობლემაც არის, თქვენ გაღიზიანებული ხართ კლიპზე, მაგრამ მითხრა რა კლიპზე. არ ვიცი და წამოვიდა უხეში სიტყვები შეურაცხყოფის მიყენება უკვე. შემდეგ მეორე მხარეს გადააყენეს. მე მაქსიმალურად ვიკავებდი ყველანაირ, მე შეშინებული ვიყავი, არც ვიცოდი როგორ უნდა მოქცეულიყავი იმ სიტუაციაში და ყველაზე მეტად ვიყავი განკურვებული, იმიტომ რომ მეგონა რომ ასეთი რაღაცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი რაღაცა ამის გამო არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა. ზეწოლის შესახებ საუბრობს მგალობლიშვილის ოჯახიც. მათი განცხადებით, ჯგუფის წევრების შევიწროვება ვიდეოს ინტერნეტში გამოქვეყნებისთანავე დაიწყო. ამის გამო მათ კლიპის საკუთარი ვებგვერდიდან წაშლაც მოუწიათ. მოგვიანებით კი მუსიკოსებმა კლიპი ინტერნეტში ისე განათავსეს, რომ სადაც პოლიციელებს აშარჟებდნენ დაფარეს. სანამ დააკავებდნენ წინა დღეს დაურეკეს ტელეფონზე და შეუთხრეს ინფორმაცია და იყო მისთვის მოხსენებული, რომ ვიღაცას არ მოეწონა ეს კლიპი. ამის შემდგომ მიშიგომ ხელათვე ამ კლიპში პრობლემურ ადგილებს, როგორც ალბათ მოახსენეს ან თვითონ ჩათვალა, დაადო ყუბები. თუმცა დადების მერე საათში ან წუთში, როგორც კი იგი მარტო იყო სამსახურიდან გამოსვლის დროს იგი დააკავეს. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. ის ჯანსაღი ცხოვრების ცხოვრობს, არ სვამს, არ ეწევა და არ იღებს ნარკოტიკულ საშუალებებს. ნამდვილად არ მესმის, რატომ აბრალებენ ამ ყველაფერს. ეს წყვილია. თუ მისი შეშინება სურდათ, ეს გამოუვიდეთ, მაგრამ ნუ ჩასვამენ უდანაშაულო ადამიანს ციხეში. გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს სამართალდამცველებს მგალობლიშვილის ადვოკატი. კახაბერ ცნობილაძის ინფორმაციით, საქმეში
მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენება დევს. ბრალდებულების ინტერესების დამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხოლმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო ბრალდებას. 18 აბია ჩადებული ენდემი, ექსპერტიზით არ უდგინდება არავითარი ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, არც ისხში, არც შარდში და უცნაურად ემთხვევა ისეთი ფაქტები, რაც უკვე მოგახსენეთ, არ არის ნარკოტიკი ამოღებული სისხლში, ჯგუფის ორივე წევრია დაკავებული, ვინც ამ კლიპშია და ეს ყველაფერი არის საგანგაშო და სამწუხარო. საშიელი სახით ითვალისწინებს თავისუფლების საქმეთას 8-დან 20 წლამდე, ანუ ვატო თავისუფლებას. მტკიცებულებები გვაქვს პირადი შეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ჩხეკის ოქმი. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჯგუფის წევრებს ნარკოტიკული ნივთიერება პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს. უწყების ცნობით გიორგი ქებურია წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებულისგან კურიერმა ექსკლუზიური წერილი მიიღო. მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ქორეპისკოპოსს ღიად უპირისპირდება. დაკავებული დეკანოზი მასზე განხორციელებულ ზეწოლაში პირველად და ღიად ადანაშაულებს მეუფე იაკობს. პარალელურად სასამართლომ მამა გიორგის უკვე მესამედ უთხრა უარის სხდომის გასაჯაროებაზე, თუმცა უფლება მისცა სახალხო დამცველს დაესწროს სხდომებს. რა წერია ციხიდან გამოგზავნილ წერილში დავით ქაშიაშვილი მუშაობდა დღეს თემაზე და მასთან განვაგრძობთ საუბარს. დათო გისმენთ. დიანა, წერილი, რომელიც დეკანოზის კარნახით გადაწერეს ადვოკატებმა, კურიერმა მიიღო საშემსრულების მეცხრე დაწესებულებიდან. ეს ამ წერილში დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიძლება ითქვას, რომ პირველად საჯაროდ უპირისპირდება პატრიარქის ქორეპისკოპოსს იაკობს, მეუფე იაკობს და აცხადებს, რომ ქრისტიანის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა პატიმართა მონახულება და როგორც დეკანოზი ირწმუნება ამის უფლებას სასულიერო პირებს საკუთარი გავლენების გამო ქორეპისკოპოსი არ აძლევს. საშემსრულების მეცხრე დაწესებულებიდან კურიერმა წერილი მიიღო. დეკანოზი, რომელსაც თავისუფლების 16-დან 20 წლამდე აღკვეთა, ემუქრება წერს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მის უფლებებს არღვევენ და მღვდლებს მისი მონახულების საშუალებას არ აძლევენ. ბრალდებების მთავარი ადრესატი პატრიარქის ქორეპისკოპოსია. მეუფე იაკობს ბრალდებული დეკანოზი საჯაროდ პირველად დაუპირისპირდა. ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ასევე პატიმართა მონახულება. უმეტესად კი ეს მოვალეობა სასულიერო პირისაა. სამწუხაროა, როდესაც ქორეპისკოპოსი საკუთარ გავლენებს იყენებს გულმოწყალების საქმეთა შესაფერხებლად. თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს. მან ზუსტად იცის, რომ რამდენი სასულიერო პირიც მომინახულებს, იმდენი დაინახავს ქორეპისკოპოსის ნამდვილ სახეს და მის პირუთვნელად შემოწერძუნებელ როლს ეკლესიის დისკრედიტაციის საქმეში. არ შემიძლია არ თქვა, რომ საღვთო წერილისა თუ წმინდა მამათა სწავლებიდან თითოეული თეზისი ადამიანის უშუალო ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან მიმართებაში იძენს მნიშვნელობას. პატიმართა მონახულება. ჩემი ცხოვრების ბოლო-მოვლენებმა ამ თეზისის კარგად გააზრების საშუალება მომცა. ამის გამო დღეს უკეთესი ქრისტიანი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი. მადლობა უფალს ამისთვის. იმედი მაქვს, მასაც შეეწევა უფალი და გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია პატიმართა მონახულება. ბრალდებებს ქორეპისკოპოსი არ გამოხმაურებია, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ არანაირ აკრძალვას, რომ მათ ბრალდებული სასულიერო პირი მოინახულონ, ადგილი არ ჰქონია. დღეს დეკანოს სასამართლომ სხდომის საჯაროებაზე უკვე მესამედ უთხრა უარი. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა არც ამჯერად დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა, რომ ციანიდის სკანდალური საქმის არსებითი განხილვა საზოგადოებისთვის ღია ყოფილიყო. მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ საქმეში გიორგი მამალაძე პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრება. კურიერის ინფორმაციით ბრალდებულისა და მოწმის საუბარი საზოგადოებისთვის ცნობილ პოლიტიკოსს ეხება. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ასახული არის კონკრეტული პიროვნების პირადი ცხოვრების სამსახველი დეტალი. ეს არის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახული არის გიორგი მამალაძის და ირაკლი მამალაძის შეხვედრები და საუბარი. ამ ვიდეო ჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. თავიანთი მთავარი პროკურორი, რომელიცაც უწყებრივად ექვემდებარებიან ესენი. მათ საქმიანობას ზედამხედველობას უწევს მთავარი პროკურორი, შესაბამისად ისინი არიან ერთი მხარე. და თქვი პირდაპირ პროცესზე, რომ მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რის საფუძველზეც დაიხურა სხდომა, მათ მიერ იქნა უარყოფილი. აქედან გამომდინარე, მოსამართლე
დაკვედებული იყო ეხემძღვანელა ამ გარემოებაში. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის სხდომებს დაესწრება ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ის ნებისმიერი დარღვევის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობებს. გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო დასწრება, მაგრამ მე ამას კიდევ ერთხელ აღვიქვავ იმას, რომ კანონი ძალიან ცალსახად აცხადებს, რომ სახალხო დამცველს აქვს ამის უფლება. სხდომაზე დასწრება არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს გარკვეულ დეტალებზე ისაუბროს. ნახოთ, ჩვენი მიზანია პროცესის მონიტორინგი, დამოუკიდებელი ნეიტრალური წარმომადგენლის დასწრება პროცესზე. დღევანდელი სხდომა პროკურორების შესავალი სიტყვით დასრულდა. მომდევნო სხდომა 23 ივნისს უნდა გაიმართოს. დახურულ სასამართლო პროცესზე შესავალ სიტყვას დეკანოზის 6 ადვოკატი იტყვის. ივნისის ბოლოს კი სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. საქმეზე 110 მოწმე უნდა დაიკითხოს. ეს დეკანოზის ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და საპატრიარქოს იურის ედიშერ ქარჩავას უჩივლეს. ისინი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის ითხოვენ საჯაროდ ცნობების უარყოფას და 50,000 ლარს. მედიაში საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემოახველი ინფორმაციის გამო სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით უარყოფა შესაბამისი ცნობის გამოქვეყნებით უარყოფა შესწორება და პატივისა და ღირსების შელახვის გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. მორალური ზიანის ანაზღაურებლად რა რაოდენობით? 50,000 ლარი. ედიშერ ქარჩავამ უნდა გადაგიხადო? აბა მე ყურე. თუ აი საპატრიარქო. არა. პერსონალურად ედიშერის ედიშერ ქარჩავა და ნუ ეხა თუ ლოცვა-კურთხევას ღებულობდა საპატრიარქო და ნუ ალბათ ეკნება 50,000 როგორ გონიათ? არა, მე არ ვიცი ბატონ ედიშერს რა ეკნება, მაგრამ სადაც 50 მილიონს ედავებოდა და ცილს წამებდა რომ თითქოს სარგებელი უნდა ენახა ამ 50 მილიონით. ხო. ყველა თავის სიტყვაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. მე ცელისამება გამივრცელებია, ხო? თვითონ დამტკიცებულებებიც აქვთ, კეთილინება და გადმოგცემ. გასაგებია. ბატონო მიხეილ, ეს სარჩელი როდის დარეგისტრირდება, როდის შეიტანს სასამართლოში? დღეს. პროცესის დაწყებამდე თუ? პროცესის დაწყებამდე. და პასუხს როდის მიიღებთ? მიიღო არ მიიღო სასამართლო? რამდენიმე დღეში მაქსიმუმ 5. ედიშერ ქარჩაოს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა საპატრიარქოს იურისტი, საპატრიარქოს იურისტი გასულ კვირას აცხადებდა, რომ ნებისმიერ ბრალდებაზე, რომელზეც ის საჯაროდ საუბრობს, აქვს მტკიცებულებები, პასუხისგებლობას არ ირიდებს და როგორც საპატრიარქოს იურისტი არაერთხელ უთქვამს, ყველა ბრალდებაზე მას გააჩნია მტკიცებულება და რამდენადაც ცნობილია, მან ეს მტკიცებულებები გადასცა კიდევაც საქართველოს პროკურატურას. ეს იყო დავით ქაშიაშვილი, მადლობა დათო. და კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელიც დღეს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ალავერდელი ეპისკოპოსია. სწორედ ის მოითხოვს მსოფლიო ბანკისგან მიღებული კრედიტით აშენებული იყალთოს ქვევრის სახლის ეპარქიისთვის გადაცემას. მეუფე დავითს არ უნდა პასუხისგაცემა კითხვაზე, რა მოტივით უნდა გადასცეს სახელმწიფომ საპატრიარქოს 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ ეკლესიას უკვე გადასცა გურჯაანის კულტურის სახლი, რომელიც ასევე მსოფლიო ბანკის სახსრებით იყო აშენებული. ვერ გადაიღო, აი შეგიფარებ ხელს და ვერ გადაიღე. არა, გადავიღებ ძალიან დიდი ბოდიშ, თქვენ ახლა ძალადობთ ჩვენზე და ამის უფლება არ გაქვს. ხელს მე ვიღებ კარგად. ალავერდის მონასტრის ეზოში კურიერის კამერას გადაღების უფლება არ მისცეს. ტაძრის წარმომადგენლის განცხადებით გადაღების უფლებას აქ მხოლოდ ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე დავითი იძლევა, რომელიც ადგილზე არ დაგვხვდა. მეუფესთან შეთანხმებით ხდება შეხვედრა წინასწარ. კიდაც აქ იყოს და სხვა რამით იყოს დაკავებული, შეიძლება არც მიგიღოთ, უნდა შევთანხმდეთ წინასწარ. ხო, სამწუხაროდ არ მოხდა დრო და ადგილი და ესე უნდა გააკეთოთ. ალავერდელ ეპისკოპოსთან კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ 2016 წელს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო ბანკიდან აღებული 2 მილიონიანი კრედიტით აშენებული ქვევრის სახლის ჩუქებას ალავერდის ეპარქია ითხოვს. კომპლექსი 3 ნაწილისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი სათვალთვალო ვიდეო კამერებით აღჭურვილი და კაპიტალურად გარემონტებული შენობა სოფელ იყალთოში. ამ კომპლექსის ასაშენებლად თელავის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მსოფლიო ბანკისგან 2 მილიონ ნახევარი ისესხა და თანხა წლების განმავლობაში შესაბამისი პროცენტით უნდა დააბრუნოს. შენობაში დაინტერესებულ პირებს ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდი უნდა შეესწავლათ. აქ უნდა გახსნილიყო სკოლა, სახელოსნოები და მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეს იყალთოს ქვევრის სახლის ერთ-ერთი შენობაა, რომლის მშენებლობაც გასული წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა როგორც თავად ხედავთ, შენობა
შენობა დაკეტილია და ამ დრომდე არ ფუნქციონირებს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თითქმის 10 თვეა ვერ გაირკვა ვინ არის ამ კომპლექსის პატრონი. სოფელ იყალთოს კომპლექსის ნაწილია შუამთაში მდებარე ეს შენობაც, რომელსაც თავდაპირველად ტურისტულ საგანმანათლებლო ფუნქცია უნდა ჰქონოდა. თუმცა როგორც ადგილზე მისულებს შენობის დარაჯებმა გვითხრეს, მისი კუთვნილების საკითხი იურიდიულად არა, მაგრამ რეალურად უკვე გადაწყვეტილია. ობიექტი ჩაბარებულია, მაგრამ ჩვენ ახლა პატრონობთ რა, ყარაულობთ. რატო არ მუშაობ? არ ვიცი ახლა მაგდენი არ ვიცი. მეუფე მოდის ხოლმე? კი. და რასაკეთებს ხოლმე რა მოდის? არაფერს ახლა აი სტუმრები თუ მოდიან რაღაცა ათვალებინებს ხოლმე ეგეთია. მეუფე განაგებს რა ახლა. საპატრიარქოსია ეს შენობა. ეხლა რა იქნება აქ და ისა ვერ გეტყვით. რა მიზნებისთვის გამოიყენებენ შენობას დარაჯებმა არ იციან. ამის დადგენა ვერც ჩვენ შევძელით. მეუფემ გადამღებ ჯგუფთან შეხვედრა არ ისურვა. ადგილზე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. აი ეხლა ესე რაც გაკეთებ რესტორანი იქნება თუ რა იქნება არ ვიცი. კომპლექსის მესამე ნაწილი შუამთის მონასტერთან არის. 2016 წლის სექტემბერში მშენებლობა აქაც დასრულდა, თუმცა ობიექტი დღემდე არ გახსნილა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ობიექტების შენახვის საშუალება არ აქვს. ქვევრის გამოშვებას უნდა სპეციფიკა, თავისი სპეციფიკა აქვს, უნდა გამოცდილი კადრები, უნდა ფინანსები ასევე და მუნიციპალიტეტი ნამდვილად ვერ მიხედავს მაგ საქმეს. საპატრიარქოს კარგად შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფო იმისთვის, რომ სახელმწიფომ საპატრიარქოსთვის აიღოს მსოფლიო ბანკიდან რამდენიმე მილიონი ვალი, ხოლო ეს თანხა შემდეგ გადაიხადოს მოსახლეობამ. გაზეთ ქრონიკა პლუსის ჟურნალისტი, რომელიც იყალთოს ქვევრის სახლის საქმეზე დიდი ხანია მუშაობს, ამტკიცებს, რომ მსოფლიო ბანკისგან ვალის აღების დროს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უკვე კარგად იცოდა, რომ ამ ქონების შენახვას ვერ შეძლებდა და რომ საპატრიარქოსთვის მისი ჩუქება თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ძალიან კარგად იცოდა, რომ 2015-16 წლებში 2016 წელს განსაკუთრებით როცა ეს მშენებლობა მიმდინარეობდა, მაშინ მუნიციპალიტეტს მინიმუმი მისი ფული არ ჰქონდა, რომ სოფლის დახმარების პროგრამების თანხა გაეცა და სოფლის მოსახლეობისათვის საჭირბოროტო თანხები მიეცა და რა ვალდებულება ჰქონდა მუნიციპალიტეტს, რა შემოსავალი უნდა მიეღო აღნიშნული ობიექტიდან გაორმაგებული თანხით, რომ მსოფლიო ბანკისგან თანხას იღებდა ამ ხელავალს. იყალთოს ქვევრის სახლის ბედი ამ დრომდე გადაუჭრელია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კომპლექსის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპირებს, რის შემდეგაც გახარიას უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის მიაკუთვნებს უძრავ ქონებას. სავარაუდოდ მასაც იგივე ბედიელის, რაც ბაკურციხის კულტურის სახლს, რომლის მშენებლობისთვისაც გურჯაანის გამგეობამ ასევე 2 მილიონზე მეტი ისესხა მსოფლიო ბანკისგან. ააშენა და შემდეგ საპატრიარქოს აჩუქა. ავგან მუხთარლის დაკავება ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობით განხორციელდა. აზერბაიჯანის მმართველი პარტიის გავლენიანი წევრი საკუთარ ინტერვიუში აცხადებს, რომ თბილისში აზერბაიჯანელმა ძალოვანებმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. ჟურნალისტის გატაცების საქმეში ახალი გარემოებების გათვალისწინებით მუხთარლის ადვოკატი საქართველოს პროკურატურას მიმართავს და საქმის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს. თუმცა ამ დროისთვის შოთაძის უწყება საქმის დეტალებზე არ საუბრობს და ოჯახის მოთხოვნაზე მიენიჭოს მუხთარლის დაზარალებული სტატუსი უარით პასუხობს. აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებამ დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაცების საქმე თავდაყირა და აყენა. ელმან ნასიროვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ავგან მუხთარლი ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედებით გაიტაცეს და ბაქოში ჩაიყვანეს. სახელმწიფო პარტიის დეპუტატ ნასიროვს საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში არც ის დაუმალავს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი ოფიციალური ბაქოსთვის მტრულ საქმიანობას ეწეოდა და მისი განეიტრალება აუცილებელი იყო. ეს იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებამ იმუშავეს პროფესიონალურად და შეძლეს მუხთარლის აზერბაიჯანში ჩამოყვანა რაიმე პრობლემებისა და დაპირისპირების გარეშე. მათ ქვეყანაში კრიმინალი ჩამოიყვანეს და ეს აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა. ელმან ნასიროვის სკანდალური ინტერვიუს გაცნობის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა. არჩილ ჩოპიკაშვილი ირაკლი შოთაძის უწყებას სთხოვს დაუყოვნებლივ გამოიძიოს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები. კიდევ ერთხელ მიმართავ მთავარ პროკურატურას, რომ გამოიძიოს არსებითად ეს გარემოება, ანუ
სპეცსამსახურების რომელი წარმომადგენლები და ვინ და რა ფორმატში თანამშრომლობდნენ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან და ავგან მუხთარლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში რამდენად და კონკრეტულად რომელი პირების ბრალი იკვეთება და დაუყოვნებლივ გაემიჯნოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელები იქნებიან ეს თუ ვინც იქნება დაუყოვნებლივ მოხდეს მათი გამიჯვნა ოფიციალური სამსახურებიდან. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი საგამოძიებო უწყებაში დღეს მეორედ მივიდა. დილით ქალაქის პროკურატურაში, სადაც დაცვის მხარემ ავგან მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართა. ამ მოთხოვნაზე გამომძიებელი ჟურნალისტის ოჯახს ირაკლი შოთაძის უწყებამ ერთხელ უარი უკვე უთხრა. წარმოუდგენელია ჩემთვის გაუგებარია რა მტკიცებულებები არ ყოფნით, როდესაც არის მოწმეთა ჩვენებები, როდესაც არის ირიბი მოწმის ჩვენებები, როდესაც არის ფაქტი, რომ ადამიანი გაუჩინარდა და დღესაც ეს ადამიანი იმყოფება აზერბაიჯანში, რომელსაც არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. ადვოკატთანაც კი პრობლემები ჰქონდა მას, რომ შეხვედრილიყო. წარმოუდგენელია კიდევ რა მტკიცებულება უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ დაზარალებულად ელემენტარულად ცნონ ეს ადამიანი. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები, ვინც სამშობლოში პოლიტიკური დევნის გამო ვერ ბრუნდება, ამბობენ, რომ დღეს ისინი საფრთხის ქვეშ არიან. სამწლიანი ლოდინის შემდეგ აზერბაიჯანის კიდევ ერთ მოქალაქეს, დაშგილ აღალ ალრის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური დევნილის სტატუსს თხოვდა, ამ სტატუსზე უარი უთხრეს. ის რაც მოხდა, ამან მოახდინა გავლენა პროკურატურაზე. იმ გატაცების შემდეგ საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დაშინებულები, მაგრამ მინდა უთხრა მათ, რომ ნუ შეეშინდება და აზერბაიჯანსა და საქართველოში მოუწოდონ ხელისუფლებას, რომ მათ პატივისცენ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში, სადაც ბოლო 3 წელია დაშგილის ინტერესებს იცავენ, პირდაპირ ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეზე ზეწოლის მცდელობა ქართულ სპეცსამსახურებს ჰქონდათ. რა თქმა უნდა, დაშგინა აღარ არის ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანელი უფლებადამცველები, პოლიტიკური აქტივისტები, არიან სერიოზული ზეწოლის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით ის აქტივისტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის დაშგინა აღარალი, რომელიც დღეს შულთან ერთად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სასამართლომ სამართლომ უარი უთხრა მას ტოლობის სტატუსის მინიჭებაზე და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, ხშირად ხდება დაშგინა აღარალიზე როგორც უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლა. აზერბაიჯანელი მოქალაქის საქმე უახლოეს მომავალში სტრასბურგში წავა. სარჩელი დაშგილ აღალ ალრის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ იქნება შეტანილი. სარჩელში დაცვის მხარე აზერბაიჯანის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმას გაასაჩივრებს. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის სკანდალურ განცხადებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში უპასუხეს, რომელზეც დავით კაკულია ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. დათო, რას ამბობენ გობელაურის უწყებაში და როგორ განმარტავენ გავლენიანი პოლიტიკოსის განცხადებას? დიანა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ის, რომ თითქმის 10 დღეზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ავგან მუხთარალის საქმეზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. დღეს კი აზერბაიჯანელი დეპუტატის მიერ გავრცელებული აუდიო ინტერვიუს შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაახლოებით 9 საათის წინ გავრცელა განცხადება და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომელსაც აზერბაიჯანელი დეპუტატი ავრცელებს და ასევე ამბობენ იმას, რომ საქართველოს არ აქვს ქართულ სპეცსამსახურებს არ მიუძღვით არანაირი ბრალი ავგან მუხთარლის გატაცების საქმეში. ეს იყო დავით კაკულია, მადლობა დათო. თემურ შტურვას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. თევზაძეს პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანა სადავებოდა. სასამართლომ კი სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ორივე ბრალში გაამართლა. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას გეგმავენ. სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა თემურ შტურვამ გასული წლის აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, რომელშიც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა. ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით, ქონდა ყველანაირი მტკიცებულება დაცვის მხარეს, რომ გოდერძი თევზაძე იყო უდანაშაულო. დღეს ეს გავიმართლდა მოლოდინი ორივე ბრალდების ნაწილში გამართლდა.
დავით გამხუაშვილმა, რომელიც პოლიციელებს ცემასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს საკუთარ ბრალდებაზე სასამართლოს დარბაზშიც ისაუბრა. დღეს კურიერმა მოიპოვა სხდომის აუდიო ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ დაკავებულმა სასამართლოს მიაწოდა სრული ინფორმაცია მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ. გამხუაშვილი ამტკიცებს, რომ ყაჩაღობის ბრალდება გაყალბებულია, რითაც პოლიციელები საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. კბილებით მეჭირა როაის და ინკასეონელო და მომიდა თვარი ჩაარჩი და ეს ყველაფერი უარ გაგხადეს ეხლა უნდა შემიცეკში გაში პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ დავით გამხუაშვილმა სასამართლოს დარბაზში ისაუბრა. ბრალდებულმა დეტალურად აღწერა, როგორ სცემეს სამართალდამცველებმა ჯერ დაკავებისას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში. სხდომის აუდიო ჩანაწერი კურიერს დღეს დაკავებულის ადვოკატმა მიაწოდა. მას ალიდან ირკვევა, რომ პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობის გარდა დავით გამხუაშვილმა მოსამართლეს ის მიზეზიც განუმარტა, რის გამოც მას ყაჩაღობაში დასდეს ბრალი. თუმცა ეს ხალი კივის, ადანა კივის რამე კივილის და რამე სიამოვნების. ეს ხდებოდა, მე ეს და რახან დავინა, მე ამის ხვევდი. თორე მაგპირონება, ჯარა თითო. მე არ მაგია მე მიტოქობენ, რომ არ რომ რაღაც არ დაეშალა. მაგპირონება ჩამწედა მე ბაგაჟში. რატო არ დარეკა მაგპირონება ერთ-ერთი პოლიციაში? რატო გავერდა თავის სახელს? რატო ამოიყვანა? რატომ ცემეს ბაგაჟში? რატო ჩამწედა? რატო მიტყოლე ეპილეფსიას? რატო ჩამოვიდეს მე მანქანაში? რატო თუ ჩემი იყო იარა? რატო მომიტანე? რატო მომატეს ხელი იარა? ბრალდებული, რომელიც პოლიციას ცემასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს, სასამართლოს სხდომაზე ყვება, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა გრდანის მეათე განყოფილებაში მიაყენეს. გამხუაშვილის მტკიცებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მას თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული და არც ადვოკატთან დარეკვის საშუალებას აძლევდნენ. მილიციის განყოფილებაში შეძლებს ეგ მაგალითად ადვოკატსო ვითხოვდი. შედებას არ ვაძლევდი, ვაძლევდი. უბრალოდ ადვოკატს ვითხოვდი მე. მე ხეს არ მოაწერდი არაფერზე, იმიტომ რომ ადვოკატთან ერთად მივიდა. მინდა ყველაფერი. ადვოკატთანაც არ დამარეკი. ბრალდებული სკანდალური ჩვენების მიუხედავად მოსამართლემ მონათხრობის საკმარის არგუმენტად არ მიიღო და მას აღკვეთ ღონისძიებად მაინც პატიმრობა შეუფარდა. დავით გამხუაშვილის ადვოკატი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, ამბობს, რომ შეფარდებული პატიმრობის შეცვლის იმედი არ აქვს. ცოტნე ტყებუჩავა ახლა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე მოძალადე სამართალდამცავის დასჯას ითხოვს. გაჩერებას არ ვაპირებ, მიმართავ შესაბამის საელჩოებს, მიმართავ შესაბამის ევროსასამართლოს, ყველას მიმართავ აბსოლუტურად, რომ ერთჯერ და სამუდამოდ საქართველოში პოლიციელების მხრიდან მოიფხრას ეგეთი უმსგავსობები და ცემა, წამება და არაადამიანური მომყრობა. დავით გამხუაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს არასამთავრობო სექტორი. მათი თქმით, ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ დაკავებულთა ცემამ და არაადამიანურმა მომყრობამ ტენდენციის სახე მიიღო. ქვეყანაში კვლავ სისტემური პრობლემა არის, როდესაც პოლიციელები ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ასეთი ტიპის მოპყრობას ჩადიან მოქალაქეების მიმართ. ეს ხარვეზები და პრობლემები შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სისტემა, რომელიც ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ასეთ ფაქტებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ის, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი, რომელსაც ექმნება მონოპოლია, რომ ერთი მხრივ გამოიძიოს ასეთი ფაქტები და მეორე მხრივ დევნა განახორციელოს კონკრეტული პირების მიმართ. სამწუხაროა, რომ საქართველოში ბოლო წლებია უკვე აქტიურად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები დაკავებულ ადამიანების მიმართ იჩენენ არასათანადო არაადამიანურ და აგრესიების შემლახავ მოპყრობასთან წამებას. ამისთვის ვითხოვთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას და ასეთი ფაქტების გამოძიებას და ამაზე ვიღებთ ყოველთვის ცინიკურ დუმილს ხელისუფლებისგან. დავით გამხუაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მოხდა თუ არა იმ პოლიციელთა იდენტიფიცირება და დაკითხვა, ვისაც ბრალდებული ძალადობაში ადანაშაულებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებში ფინანსური წახალისებისთვის დამატებით 320,000 ლარი გაიცა. ეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ის კონკრეტული უწყებები მოხდნენ, რომლებმაც მთავრობის მიერ დადგენილი წესის გვერდისავლით თანამშრომლების წახალისებისთვის სოლიდური თანხა გასცეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მაკონტროლებელი ორგანო უწყებებს ედავება, პრემიების ნაცვლად დანამატების გაცემაა, რასაც არანაირი წესი არ არეგულირებს.
2016 წელს ფინანსთა სამინისტრომ პრემიების გაცემის წესი 107 ჯერ დაარღვია. ჯანდაცვის სამინისტრომ 4 ჯერ. დარღვევით გასცემდნენ პრემიებს სასჯელ აღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. 4 სამთავრობო უწყების მიერ პრემიების დარღვევებით გაცემის ფაქტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხდა. ქვეყნის გენერალური აუდიტორი ამბობს, რომ გასულ წლებში მიცემულ შენიშვნებს მინისტრები ახლაც არ ითვალისწინებენ. ამის შედეგად კი 2016 წელს წინა წელთან შედარებით პრემია დანამატის თანხის რაოდენობა 320,000 ლარით გაიზარდა. სალკალ სამინისტროში არის გადაცემული პრემიის გაცემის წესთან დაკავშირებითაც არის მინისტრების თანხმობით, ასე ვთქვათ, დამატებით იმ რეგულაციისა გაცემული გარკვეული პრემიები, რადგან ჩვენ დასკვნაში მიუთითებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც ყურადღებით იყვნენ სამინისტროები, ვინაიდან ის დებულება ადგენს იმ რიგითობას, რაოდენობას, პრემიების გაცემის წესს და შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა იყოს ხშირი შემთხვევები ამ დებულების დარღვევისა. აუდიტმა მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ისიც დაადგინა, რომ ცალკეულ უწყებებში პრემია შემცირდა, სამაგიეროდ კი დანამატის სახით გაცემული თანხის რაოდენობა გაიზარდა. გენერალური აუდიტორი ამტკიცებს, რომ პრობლემა სისტემურია. გამომდინარე იქედან, რომ დანამატის გაცემას არანაირი წესი არ არეგულირებს, ამით საჯარო დაწესებულებები ხშირად სარგებლობენ. ხედავთ, რომ დანამატი წინასწარ არის დანიშნული წლის მანძილზე საჯარო მოხელეებისათვის, ჩვენი აზრით ეს არის თანამდებობრივი სარგო და ამის აღრიცხვა და კლასიფიცირება უნდა მოხდეს თანამდებობრივი სარგოს შესაბამის მუხლში. ოფიციალური ინფორმაციის მიუხედავად შენიშვნებს არ იღებს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ყველაზე მეტი დანახარჯის მქონე დაწესებულებების ჩამონათვალში მოხდა. დავით სერგეენკო ამბობს, რომ პრემიების გაცემის ნაწილში ცვლილებები არ არის. სარკულად იგივე არის, რაც შარშანეყო არაფერი ამ ხრივ არ შეცვლილად სამსახურში. არ არის გაზრდილი დანამატებები. არა, ვერც იქნებოდა ვერანაირად, იგივე არის ზუსტად რაც შარში. სპორტის მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ გენერალური აუდიტორის შენიშვნები მასთან ერთად მთავრობის არც ერთ წევრს არ ეხება. ჩვენ სამინისტროში მაქსიმალურად ჩვენ შევძლებთ და ოპტიმიზაცია მოვახდინეთ, როგორც საკადრო მიმართულებით, ასევე პრემიების კუთხით და მე მგონია, რომ ამ მიმართულებით თვითონ მთავრობის მიმართაც და თვითონაც კონკრეტულად ჩვენ სამინისტროს მიმართ ნაკლები შენიშვნებია და მე მგონი ყველაფერი იმ სტანდარტების მიხედვითაა, როგორც უნდა იყოს. თბილისის მერია ერთ-ერთი ის უწყება, რომელიც სწორედ გაცემული პრემია დანამატების რაოდენობის გამო სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მიზეზი რამდენჯერმე გახდა. მუნიციპალიტეტის კონკრეტული მონაცემები აუდიტის დასკვნაში არ მოხვდა, თუმცა მხოლოდ 2015 წელს მერიამ თანამშრომელთა წახალისებისთვის 2 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით პრემიები მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმაც აიღეს. დავით ნარმანია კი ფიქრობს, რომ სისტემა ამ მხრივ მოწესრიგებულია. ჩვენის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკა, რაც მიმდინარეობდა, გავატარეთ და დაახლოებით 13%-ამდე შემცირდა მერიის სისტემაში ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის 10%-ზე მეტით შემცირდა საპრემიო და დანამატების ფონდი. საკითხის დარეგულირების მიზნით აუდიტის სამსახური ყველა საჯარო დაწესებულებას რეკომენდაციას ისევ აძლევს, თუმცა გენერალური აუდიტორი დარწმუნებულია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე სისტემური პრობლემა ვერ მოგვარდება.